რუსმა ჯარისკაცებმა ბრძოლის ველზე შემზარავი მეტსახელის გამოყენება დაიწყეს. უხმო სიკვდილი. არა იმიტომ რომ სწრაფია, არა იმიტომ რომ ძლიერია, არამედ იმიტომ რომ როცა მიხვდებიან, უკვე ძალიან გვიანია. ზოგიერთი დანაყოფი ამბობს რომ არაფერს ისმენს ბოლო წამებამდე. სხვებს კი ის საერთოდ არ ესმით. და განსხვავებით არტილერიისგან, რაკეტებისგან ან ტრადიციული დრონებისგან, ამ სისტემების ბევრი ნაწილი აგრძელებს ნადირობას, მაშინაც კი, როცა რუსეთი ცდილობს მათი ჩახშობას, დაბლოკვას ან მუშაობის შეწყვეტას. ეს კრემლისთვის სერიოზულ პრობლემად იქცევა, რადგან იარაღი, რომელიც ფრონტზე ვრცელდება, არა მხოლოდ უფრო რთულია შესაჩერებლად, არამედ უფრო ჩქვიანდება და ეს ცვლის ომის წარმოების წესებს. შემოდიან ავტონომიური დრონები და რობოტები, იგივე ჩუმი სიკვდილი. ეხლა რომ გაიგოთ, რატომ დებს უკრაინა ფსონს ამ მანქანებზე, რომლებსაც ფაქტობრივად საკუთარი აზროვნება შეუძლიათ, უნდა გაიგოთ, რა პრობლემის გადასაჭრელადაც შეიქმნა ეს მანქანები. ელექტრონული ომი. სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისიდანვე ორივე არმიამ ფრონტის ხაზი პირველი პირის ხედვის დრონებით გაავსო. ეს არის პატარა დისტანციურად მართვადი საფრენი აპარატები, რომლებიც ასაფეთქებელ ნივთიერებებს ატარებენ და პილოტი ვიდეოკავშირის საშუალებით უშუალოდ მიზანში მართავს. ისინი იაფია, სუსტია და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი ბრძოლის ველს უკრაინის სასარგებლოდ ცვლიდნენ. მაგრამ დრონი, რომელიც რადიოკავშირზეა დამოკიდებული, მხოლოდ იმ კავშირის ხარისხზეა დამოკიდებული და ორივე მხარემ სწრაფად ისწავლა თავად ამ კავშირის შეტევა. ჯამერები ფრონტის ხაზს ფარავენ, წყვეტენ კავშირს დრონსა და მის ოპერატორს შორის. სპუფერები ამახინჯებენ სატელიტურ ნავიგაციას, აწვდიან დრონს კალდკოორდინატებს ან მთლიანად უკძალავენ GPS. ომის გარკვეულ მონაკვეთში ეს ელექტრონული თავდაცვა იმარჯვებდა. დაჯამული დრონი ნიშნავს წარუმატებელ დრონს და ფრონტის ყველაზე მძაფრად დაპირისპირებულ მონაკვეთებში FPV მისიის უმეტესობა უშედეგოდ სრულდებოდა დარტყმამდე ბოლო წამებში. F-ში, ზუსტად იქ, სადაც ჯამინგი უფრო აქტიურია. ეს არის ბოთლის ხელი, რომლის გარღვევისთვისაც ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს. იდეა მარტივია, თუნდაც ინჟინერია ასე არ იყოს. თუ დრონი ვერ ეყრდნობა ადამიან პილოტს და ცოცხალ რადიოკავშირს სამიზნემდე მისვლამდე, მაშინ დრონს უნდა მიეცეს საკმარისი ჩაშენებული ინტელექტი, რომ საქმე თავად დაასრულოს. ეს შეიძლება განხორციელდეს იმით, რომ დრონს დაუყენდეს გამოსახულების ამოცნობის პროგრამული უზრუნველყოფა და ვიზუალური ნავიგაცია, რათა ოპერატორმა რომ მიუთითოს სამიზნე, დრონმა ბოლო მონაკვეთი დამოუკიდებლად დაფრინოს, ამოიცნოს, რასაც უყურებს და თავად შეასწოროს კურსი, თუნდაც სიგნალი გაითიშოს. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება გადადის თავად დრონზე, რაც ფაქტობრივად მას ტრადიციული ჩახშობისგან იცავს. ამ ცვლილების ეფექტი გაზომვადია და რიცხვები ხსნის, რატომ სურს ეს ახლა უკრაინის ყველა ბრიგადას. კატერინა ბონდარის, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრიდან, რომელიც უკრაინის ავტონომიურ სისტემებს სწავლობს, თქმით, ასეთი ტერმინალური ავტონომიის დამატება ნავიგაციასა და მიზანში მოხვედრაზე ზრდის დრონის დარტყმის წარმატების მაჩვენებლებელს დაახლოებით 10-20%-დან 70-80%-მდე. ეს 3-დან 4 ჯერ გაუმჯობესება და ეს ნიშნავს, რომ ახლა ორი ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონი შეძლებს იმას, რისთვისაც ადრე 8 ან 9 იყო საჭირო. რიცხობრივად ნაკლები არმიისთვის ეს გამომრავლებელი ფაქტორი თელ არსს წარმოადგენს. ყოველი დრონი, რომელიც მიზანს ხვდება, ნიშნავს დრონს, რომელიც ორჯერ აღარ მოგიწევს ააშენო, პილოტს, რომელსაც აღარ გარისკავ და სამიზნეს, რომლის დასაკავებლადაც აღარ მოგიწევს ქოგიწევს ქვეითების გაგზავნა. აქ კიდევ ერთი დამალული გამომრავლებელი ფაქტორია. რადგან ხელოვნური ინტელექტი ფრენის ყველაზე რთულ ნაწილს მართავს, პილოტისგან საჭირო უნარები მნიშვნელოვნად მცირდება და ეს უზარმაზარ მნიშვნელობას იძენს ქვეყნისთვის, რომელიც ადამიანური რესურსის კრიზისს ებჯვის. აღარ გჭირდება ვირტუოზი ოპერატორი თითოეული დრონისთვის. და როგორც ავტონომიურობა უმჯობესდება, ოპერატორებსა და მანქანებს შორის თანაფარდობა იცვლება. ერთი პილოტი, რომელიც ერთ დრონს რთულად მართავდა, ახლა ერთი ოპერატორი ბევრ დრონს ერთდროულად უშვებს. ანალიტიკოსები, რომლებიც ამ ტენდენციას აკვირდებიან, ამას გარდამტეხ წერტილად აღწერენ. მომენტად, როდესაც ერთი ოპერატორი შეძლებს ერთდროულად 20, 50 ან 100 დრონის გაშვებას კოორდინირებულად. ეს არის მომენტი, როდესაც ომის ეკონომიკა იცვლება, რადგან დარტყმების რაოდენობა, რომელსაც შეძლებ, აღარ არის დამოკიდებული იმ პილოტების რაოდენობაზე, ვინც ტყავს გაწვრთნილი. მნიშვნელოვანია აქ ზუსტი ვიყოთ, რადგან ეს არის ამბის ის ნაწილი, რომელიც ხშირად გადაჭარბებულად ავიქმება. უკრაინას ჯერ არ შეუქმნია სრულად ავტონომიური მკვლელი რობოტების არმიები. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იარაღში შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე. 2026 წლის შუა პერიოდში ის ყველაზე სასარგებლოა სამიზნის ამოცნობაში. ეხმარება დრონს, რომ ამოიცნოს ხის ხაზში დამალული კამუფლაჟირებული ტანკი და ასევე საბოლოო მიახლოებისას გაუძღვეს მას ჩემინგის კედელში. მაგალითად, დაახლოებით 2 მილიონ დრონს შორის, რომელიც უკრაინამ 2024 წელს შექმნა, ხოლო დაახლოებით 10,000 ჰქონდა ეს ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესებები და ისინიც კი კვლავ ადამიანზე იყვნენ დამოკიდებული, რომ შეერჩიათ სამიზნე და დაეწყოთ მისია. 2026 წელს წარმოების მასშტაბი გაიზარდა და წლის ბოლოსთვის დაგეგმილი იყო 7 მილიონი დრონის წლიური წარმოება. მაგრამ ხელოვნური ინტელექტით გაუმჯობესებული დრონების ზუსტი რაოდენობა არ არსებობს, რაც მიუთითებს, რომ ისინი ფრონტის ხაზზე ნამდვილად მცირე უმცირესობას წარმოადგენენ. თუმცა ამ დრონების რეალურ მნიშვნელობას ვერ დაუკარგავთ.
მაშინ როცა საჰაერო ომი ინტელექტის მიერ იცვლებოდა, პარალელურად რევოლუცია მიწაზე ნელა მიმდინარეობდა. რობოტები. უკრაინამ დიდი რესურსები ჩადო უპილოტო სახმელეთო მანქანებში, ფორბლებზე ან მუხლუხოვებზე მოძრავ რობოტებში, რომლებიც ამუნიციას ეზიდებიან, დაჭრილებს ევაკუირებენ, მძიმე იარაღს ატარებენ და სულ უფრო ხშირად თავადაც შეტევებზე გადადიან. და უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც ამ რობოტებს მართავენ, რაღაცას სწავლობენ რუს სიტყვებისგან. რუსებს ამ მანქანებისთვის მეტსახელიც კი აქვთ: ჩუმი სიკვდილი. ეს მეტსახელი მიუთითებს ნამდვილ ტაქტიკურ თვისებაზე, რომის გაგება ღირს და საჭიროა ცოტა შევანელოთ, რადგან ის ხსნის, რატომ შეიძლება იყოს ნელი, მოუქნელი რობოტი უფრო შემაშინებელი ვიდრე სწრაფი. თანამედროვე საბრძოლო ველზე ჯარისკაცის პირველი გამაფრთხილებელი სისტემა მისი სმენაა. ის ისმენს მოახლოებული FPV დრონის ძუძოს, მანქანის ძრავის ხმას, ძრავის ცულს. და ეს ხმა გაძლევს 2-3 წამს, რაც გჭირდება, რომ საფარში ჩახდე. თითქმის უხმო სახმელეთო რობოტი თლიანად გართმევს ამ გაფრთხილებას. CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც უკრაინულ დანაყოფებთან ერთად მუშაობს, რუსი ჯარისკაცები ამბობენ, რომ ხშირად ვერ ისმენენ რობოტების მოახლოებას მანამ, სანამ ისინი დაახლოებით 10 მეტრში არ აღმოჩნდებიან. და სახმელეთო რობოტი, რომელიც 10 მეტრშია და მძიმე ასაფეთქებელ ნივთიერებას ატარებს, უკვე თავისივე აფეთქების რადიუსშია. იმ დროისთვის, როცა მის ხმას გაიგონებ, ეს ხმა უკვე ვეღარ გიშველის. რეაგირების ფანჯარა აღარ არსებობს. ეხლა ამ უპირატესობას ორი რამ აძლიერებს. პირველი არის ტვირთი. 4-ფორბლიანი შასი ბევრად მენციტევს, ვიდრე პატარა საჰაერო დრონი. იქნება ეს დიდი ასაფეთქებელი ნივთიერება თუ მძიმე ტყვიან-ფქვევი, ასობით ვაზნით. ამიტომ ეს მანქანა, რომელიც ჩუმად მიდის, ასევე გაცილებით უფრო მომოქმედებელია. მეორეა ის როლი, რასაც სიჩუმე შესაძლებელს ხდის: შერწევა. ერთ შეტევაში პირველი რობოტების საწყისი აფეთქება გამოიყენეს როგორც ყურადღების გადატანის საშუალება. განზრახ მიიპყრეს ყურადღება, მაშინ როცა 4 სხვა მანქანა ჩუმად შეიპარა მტრის ხაზის უკან. რაღაც რასაც ვერც ერთი იარაღი, რომელიც თავის თავს ამცნობს, ვერ შეძლებდა. ფსიქოლოგიური ზეწოლა ჩანს იმაში, თუ როგორ რეაგირებენ დამცველები. ერთმა უკრაინელმა მეთაურმა, რომელსაც კოდური სახელით საიბერი იცნობენ, აღწერა, როგორ გამოიყენა რობოტი მტრის პოზიციის წინააღმდეგ. და უხურებდა, როგორ პანიკდებიან რუსები, ხოხავენ, მიწაზე ეკვრიან, სრულიად დაბნეულები, რადგან არ იციან, როგორ უპასუხონ საფრთხეს, რომელსაც ვერც ესმით და ვერც პოულობენ. სიჩუმე ჯარისკაც სართმევს ორ მთავარ რამეს, რაზეც ყველაზე მეტად ეყრდნობა: მის შეგრძნებებსა და დროს. აქვე აღსანიშნავია თავად ტექნიკაც. საიბერის დანაყოფი იყენებს რობოტს, რომელიც აგებულია მძიმე ბრაუნინგის ტყვიან-ფქვევზე, რომელიც ბორბლებზეა დამაგრებული და კამერებითაა შემოხვეული, რაც მას ფართო ხედვის არეს აძლევს. ის შეიძლება დღეების განმავლობაში იმალებოდეს ბუჩქებში, რადგან განსხვავებით იმ ადამიანებისგან, ვისაც ის ცვლის, მას არ სჭირდება არც საკვები, არც წყალი და არც არასდროს იღლება ან ეჭიმება. ერთადერთი რამ, რაც მას ბაზაზე დაბრუნებას აიდულებს, არის საბრძოლო მასალა. როგორც კი მას ტყვიები გაუთავდება, უკან უნდა დაბრუნდეს, რომ ხელახლა შეივსოს. ინტერვიუს დროს საიბერის დანაყოფი უკვე ამზადებდა უფრო სწრაფ მემკვიდრეს, რომელსაც შეეძლებოდა საათში დაახლოებით 10 მილის სიჩქარით გადაადგილება და ბრძოლის ველზე მსუბუქი იარაღის დარება. რამდენიმე თვეში ეს მანქანები იშვიათი სიახლეებიდან თითქმის სტანდარტულ აღჭურვილობამდე მივიდნენ. ისინი ამარაგებენ ფრონტს, გამოჰყავთ დაჭრილები სასიკვდილო ზონებიდან და ახორციელებენ შეტევებს, რომლებიც ადრე ქვეით და ოცეულის სიცოცხლეს დაუჯდებოდა. ეს უკანასკნელი პუნქტი სწორედ ის ადგილია, სადაც სახმელეთო რობოტები უკავშირდება მთელი უკრაინული სტრატეგიის მთავარ ლოგიკას. უკრაინის მესამე შეტევითი ბრიგადის ერთმა რობოტიზებულმა დარტყმითმა დანაყოფმა, სახელწოდებით NCNC-13, საკუთარი ოპერაციების ანალიზი თავად ჩაატარა. 164 შეტევის განმავლობაში დანაყოფმა შეაფასა, რომ იგივე შედეგის მისაღწევად, რასაც მათი რობოტები აღწევდნენ, დაახლოებით 2300 ქვეითი დასჭირდებოდათ და ამ მცდელობისას მათგან დაახლოებით ნახევრის დაგარვას, დაღუპულს ან დაჭრილს ელეცელოდნენ. და თავად დანაყოფის შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ მანქანებმა დაახლოებით 1000 უკრაინელის სიცოცხლე გადაარჩინეს. ეს მოგლეთ ხსნის, რატოდებს კიევი ყველაფერს ავტომატიზაციაში. ყოველი შეტევა, რომელსაც რობოტი ახორციელებს, არის შეტევა, სადაც ადამიანს არ მოუწია სიკვდილი. და ეს მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინა ომს არახელსაყრელი მდგომარეობიდან იწყებდა. ამ ცვლილების მასშტაბი უკრაინის თქმით უზარმაზარია. აპრილში პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ძალებმა პირველად აიღეს რუსული პოზიცია მხოლოდ რობოტებისა და დრონების გამოყენებით, ქვეითების გარეშე. და დაამატა, წლის დასაწყისიდან უპილოტო აპარატებმა დაახლოებით 22,000 მისია ჩაატარეს. ეს არის უკრაინის მთავრობის მონაცემები, პრეზიდენტის განცხადებები, რომლებიც გაკეთდა ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიისადმი მიძღვნილ გამოსვლაში და მათთან ახლავს ყველა ომის დროინდელი განცხადებისთვის დამახასიათებელი სიფრთხილე. მაგრამ ის ზოგადი მიმართულება, რომელსაც ისინი აღწერენ, დასტურდება როგორც ადგილზე მყოფი ჟურნალისტების, ასევე უცხოელი ანალიტიკოსების მიერ და მიუთითებს ომზე, რომელშიც უკრაინის ძალისხმევის დიდი ნაწილი ახლა ნამდვილად უპილოტოა. და ამ გარდაქმნის ცენტრში ზის ადამიანი, რომელიც ზელენსკიმ დანიშნა მის დასაჩქარებლად. მიხაილო ფედოროვი 25 წლისაა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე. 4 თვეა მუშაობს და მას არასოდეს უმსახურია სამხედრო სამსახურში. მისი გამოცდილება ტექნოლოგიებია და არა ტაქტიკა. ის გაიზარდა ფოლადის ქალაქ ზაპორიჟიაში, იმავე ქალაქში, სადაც ომის დროს მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა.
თავისი კარიერა დაიწყო თინეიჯერობის წლებში ვიდეო თამაშებით. უნივერსიტეტის დასრულებამდე შექმნა ციფრული სარეკლამო ბიზნესი და შემდეგ Facebook-ის პარტნიორი გახდა, სადაც მიზნობრივ რეკლამებს ყიდდა. ვლადიმერ ზელენსკიმ პირველად დაიქირავა ის, რომ 2019 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის სოციალური მედია ემართა. შემდეგ კი 28 წლის ასაკში დანიშნა უკრაინის სახელმწიფო ციფრულიზაციის მინისტრად. როცა თავდაცვის სამინისტროში გადავიდა, ეს სამყარო თან წაიყვანა. ახალგაზრდა მრჩევლებისა და მონაცემთა ანალიტიკოსების გუნდი სპორტულებში, პინგ-პონგის მაგიდა დერეფანში და იმ ადამიანის ინსტინქტები, რომელიც ომს ისე უყურებს როგორც სილიკონ ველის დამფუძნებელი ინდუსტრიას, რომელიც ცვლილებებისთვის მზადაა. ზუსტად ისე, როგორც აპლიკაციებმა შეცვალეს ტაქსები და საკვების მიწოდება, მიხაილო ფედოროვი თვლის, რომ ომიც შეიძლება შეიცვალოს, თუ ბრძოლა მანქანებს გადავაბარებთ. New York Times-თან ინტერვიუში მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ სოფრიოს უსაფრთხოება სჭირდება და ამას მხოლოდ ავტონომიური იარაღები უზრუნველყოფს. მან ისინი ბირთვული იარაღს შეადარა და აღნიშნა, რომ ქვეყნები, რომლებიც ავტომატიზაციაში დააბანდებენ, მომავალ ომებში აუცილებლად გაიმარჯვებენ. ეს არის შეკავების ხედვა, რომელიც ბირთვულ ქობინებზე კი არა, ალგორითმებზეა დაფუძნებული. და მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეს არის ის მიმართულება, სადაც მიხაილო ფედოროვს სურს წასვლა და არა უკრაინის დღევანდელი მდგომარეობის აღწერა. იმავე სტატიაში New York Times-მა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იმ ეტაპზე ხელოვნური ინტელექტი და უკრაინული იარაღი ძირითადად სამიზნის ამოცნობის საკითხი იყო. ავტომატიზირებული მომავალი არის მისწრაფება. დღეში შენიღბული ტანკი კი რეალობაა. ფუტურიზმის მიღმა დგას კონკრეტული სტრატეგია, რომელიც შეიმუშავა ფიოდოროვმა, endorsed by Zelenskim და რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვას. New York Times-ი უთმება, რომ მას ქვია საჰაერო სამშვიდობო ეკონომიკა და მას სამი მიმართულება აქვს. ჰაერში უნდა აღიკვეთოს შემოსული რუსული დრონებისა და რაკეტების მინიმუმ 85%. მიწაზე მოკლა ან სერიოზულად დააზიანო მეტი რუსი ჯარისკაცი, ვიდრე მოსკოვს შეუძლია მათი ჩანაცვლება. ხოლო ეკონომიკის მიმართულებით დაარტყა ნავთობის საექსპორტო ტერმინალებს, რომლებიც ომს აფინანსებს. ეს არის გამოფიტვის სტრატეგია, მაგრამ განზრახ დაგეგმილი, მათემატიკურად გამოთვლილი გამოფიტვის სახეობა. ფიოდოროვი ამ ომის ფაზას მიზანმიმართულ განადგურებას უწოდებს და მან მიზნისთვის კონკრეტული რიცხვებიც დაასახელა. მისი თქმით, New York Times-ში 2026 წლის შუა პერიოდში რუსეთი თვეში დაახლოებით 25,000-დან 40,000-მდე ჯარისკაცს კარგავდა და მისი მიზანია ეს მაჩვენებელი 50,000-ზე მაღლა აიყვანოს, დონეზე, რომელიც მისი რწმენით მთლიანად შეაჩერებს ოკუპაციას. ეს ემატება სისტემურ ცოცხალი ძალის დანაკარგს, რომელიც რუსეთმა განიცადა. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რუსეთში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 325,000-დან 500,000-მდე. უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, დაღუპულთა რაოდენობა თითქმის 1,4 მილიონს აღწევს. და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება სადაო იყოს, მსხვერპლის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ რუსეთს ამდენი ჯარისკაცი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ დაუკარგავს და ეხლა მათი შევსება უჭირს. ეს ის მომენტია, როცა ომის საწყისი მათემატიკა სრულ წრეს არტყავს. შეიძლება ითქვას, რომ ვითარება უბრალოდ შეიცვალა და ახლა უკრაინა აღემატება მოწინააღმდეგეს როგორც შეიარაღებით, ისე რაოდენობით. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. რუსეთს ჯერ კიდევ ყავს უფრო დიდი არმია მთლიანობაში. დაახლოებით 1 მილიონი მოქმედი ჯარისკაცი და რამდენიმე ასეული ათასი განლაგებულია უკრაინაში ან მის მახლობლად. უმეტეს შეფასებებით რუსეთს რაოდენობრივი უპირატესობა აქვს ბრძოლის ველზე და ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა საწყისი ჩამოჩენა დრონების წარმოებაში. ზოგ კატეგორიაში უკრაინას უტოლდება ან აფაღემატება. მაგრამ სანამ იქამდე მივალთ, დარწმუნდით, რომ გამოწერილი გაქვთ The Military Show. ჩვენ ყოველდღიურად ვაქვეყნებთ ვიდეოებს, რომლებიც გლობალური გეოპოლიტიკის ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ეხება. ეხლა ამ თვლილების რეალური ვერსია უფრო ვიწრო და საინტერესოა, ვიდრე უბრალოდ გადაბრუნება. რუსეთის უზარმაზარი უპირატესობა, რომელიც 2022 წლის თებერვალში ჰქონდა, ახლა თითქმის თანასწორობამდე შემცირდა. იმ კონკრეტულ ტექნოლოგიებში, რომლებიც ეხლა ფრონტზე წვეთს ყველაფერს, უპილოტო სისტემებსა და მათ მართვაზე პასუხისგებელ სადაზვერო უზრუნველყოფაში. უკრაინამ ფაქტობრივად ინიციატივა ჩაიგდო ხელში. ომი, რომელიც მასების შეჯიბრებად დაიწყო, ახლა ადაპტაციის შეჯიბრებად იქცა და ადაპტაცია ის სფეროა, სადაც პატარა ქვეყანა მუდმივად უფრო სწრაფად შეძლო მოქმედება. ეს ადაპტაცია მუშაობს ინდუსტრიულ ბაზაზე, რომელიც არაფრით გავს ტრადიციულ იარაღის ინდუსტრიას. როცა ფიოდოროვი უკრაინის თავდაცვის გამოფენებზე დადის, ის გადის იარაღების რიგებს შორის, რომლებიც ისე გამოიყურება, თითქოს ვინმეს ავტოფარეხში აეწყო, რადგან ბევრი მათგანი მართლაც ასე აწყობილი. არის ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელის რულონები, რომლებიც საშუალებას აძლევს დრონს იმოძრაოს მინის ძაბზე, რაც ჯემინგისგან დაცულია, რადგან საერთოდ არ იყენებს რადიოსიგნალს. არის ხელისგულის ზომის სადაზვერო დრონები, ბუშტზე დამაგრებული იარაღები და უპილოტო სახმელეთო მანქანები, რომლებიც მაგიდას გავს მიმაგრებულია პატარა ბულდოზერზე. ყველაფერი უნდა იყოს იაფი და ერთჯერადი, რადგან ფრონტზე, რომელიც დრონებითაა სავსე, მათი დიდი ნაწილი მიზნამდე მისვლამდე ჩამოაგდებენ ან ააფეთქებენ. ამ მიდგომის გენიალურობა არ არის რომელიმე კონკრეტული იარაღში, არამედ მზადყოფნაშია იაფად ააშენო, თავისუფლად დაკარგო და სწრაფად გააუმჯობესო. ფედოროვმა თავად ომით მონაცემების წყარო დაქცია, რაც შეიძლება უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ხირებულ, გრძელვადიან აქტივად იქცეს. მძიმე ბრძოლებმა შექმნა უზარმაზარი არქივი საბრძოლო მასალისა.
მილიონობით ანოტირებული ვიდეოს ბიბლიოთეკა, რომელიც გადაღებულია სადაზვერვო და დარტყმის დრონებით. მათ შორის კადრები, სადაც ჩანს, როგორ იქცევიან ადამიანები ბოლო წამებში, როცა დრონი უახლოვდება. თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო ამ მონაცემთა ნაკრებების გახსნა მოკავშირე ქვეყნების კომპანიებისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარი ხელოვნური ინტელექტის მოდელების რეალურ საბრძოლო მონაცემებზე წვრთნა, პროექტის პარბლებში, რომელსაც ეწოდება Avenger Labs. ეს ასევე მომავლის ერთგვარი ხედვაა, სადაც ომის ყველაზე ძვირფასი ნადავლი აღარ არის ტერიტორია, არამედ სასწავლო მონაცემები. მაგრამ მიუხედავად ფიოდოროვის ხედვის მიღმა არსებული მთელი იმპულსისა, ის შეეჯახა იმას, რასაც ასე მარტივად ვერ აულის გვერდს. უკრაინის სამხედრო ძალების საკუთარ მეთაურებს. მთელი ეს მომავლის შესახებ საუბარი რობოტულ ომზე რეალურ წინააღმდეგობას იწვევს შეიარაღებულ ძალებში. იმდენად, რომ ანალიტიკოსები ღია ძალაუფლების ბრძოლაზე საუბრობენ მინისტრსა და გენერლებს შორის. ველიდან წამოსული პრეტენზია ის კი არ არის, რომ ტექნოლოგია უსარგებლოა, არამედ ის, რომ დაპირებული გადასვლა უპილოტო ბრძოლაზე რეალურად უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ფიოდოროვის გამოსვლებში. ეს საუბარი ცარიელ საბრძოლო ველებზე, სადაც მანქანები იბრძვიან, შეიძლება მოწყვეტილად მოგეჩვენოს რეალურ ომთან, რომელიც ჯერ კიდევ ტალახიანი თხრილებისა და დამტრეული სხეულების ამბავია. მაგრამ სურათი არც ისე ერთმხრივია. უკრაინის მთავარსარდალმა გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ ტრადიციული კომბინირებული შეიარაღების ტაქტიკის, ჯავშან ტექნიკისა და ქვეითთა მანევრების გამოყენებით ბრძოლების მოგება გააგრძელა, იმ მეთოდებით, რომლებმაც ომის დასაწყისში უკრაინის ყველაზე დიდი გამარჯვებები მოიტანა. ამავე დროს, ბევრი წინახაზის ბრიგადა იყენებს ყველა ტექნოლოგიურ უპირატესობას, რაც კი ხელში ჩაუვარდებათ. K2 ბრიგადის მეთაურმა, რომელიც FPV დრონების ადრეული მომხმარებელია, შეაქო ახალგაზრდა ტექნოლოგიებზე ორიენტირებული თავდაცვის მინისტრი, რომელიც იმავე ენაზე საუბრობს, როგორც დანაყოფები, ადამიანი, რომელსაც აღარაფერი სჭირდებათ აუხსნან. ომის რეალობა ამ პოზიციებს შორის არსებულ სივრცეშია. ეს არ არის მარტივი არჩევანი ადამიანებსა და მანქანებს შორის, არამედ მათი არეულ-დარეული, სადავო ინტეგრაცია. და ღირს გახსოვდეთ, რომ ამ ყველაფრის მიღმა რატომ მიუმართავთ საერთოდ მანქანებს. რობოტები ძალის დემონსტრირება არ არის, არამედ პასუხია გადაღლილობაზე. CNN-ის რეპორტაჟში ფრონტიდან ნახსენები იყო ორი უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებმაც 11 თვეზე მეტი გაატარეს წინა ხაზის ორმოებში როტაციის გარეშე. მუდმივად დევნიდნენ დრონები და ერთ მომენტში ქვიშის სტომრები გაუთავდათ, რომლითაც თავდაცვას აშენებდნენ, რაც მათ სიცოცხლეს გადაარჩენდა. ერთ-ერთი მათგანი 20 მილს გადიოდა უსაფრთხოებისთვის განთიადზე. თითქმის 1 წელი არ ესაუბრა ცოლს. მხოლოდ ჩაწერილი რადიო შეტყობინებებით ეკონტაქტებოდა. ესენი არიან ის ადამიანები, ვისთვისაც ავტომატიზაციაა შექმნილი. რობოტები არსებობს იმიტომ, რომ ასეთი ჯარისკაცების საკმარისი აღარ არიან და ვინც დარჩა, ისინი ადამიანური შესაძლებლობების ზღვარს სცილდებიან. ეს არის მთელი რევოლუციის ძრავა. არა ტექნოლოგიისადმი ენთუზიაზმი, არამედ ადამიანების ნაკლებობა და ნეჟელანია მათი ხარჯვის გაგრძელების. რაც საბოლოოდ მიგვიყვანს იქ, სადაც ფიოდოროვი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მიდის და იმ მოუსვენრობას, რომელიც ამას თანსდევს. მისი ხედვით, სასიკვდილო ზონა, ფრონტის გასწვრივ გადაჭიმული, რამდენიმე მილის სიგანის ზონა, სადაც ყველაფერი მოძრავი, დრონების ნადირობის ობიექტია. საბოლოოდ მთლიანად დაიცლება ადამიანებისგან. მანქანები მანქანებს ებრძოლებიან, ჰაერშიც და მიწაზეც. და ადამიანური დანაკარგების მასშტაბი, რომელიც ამ ომს განსაზღვრავს, არ იქნება როგორც მიუღებელი, რაც აიძულებს ომს გადაიქცეს თითქმის უსისხლო პროცესად იმ ხამხარისთვის, რომელიც ავტომატიზაციას პირველი დანერგავს. ეს მაცდუნებელი ხედვაა და ეს არის ლოგიკური დასასრული ყველაფრის, რაც უკრაინამ შექმნა. ასევე როგორც New York Times-მა ფრთხილად აღნიშნა, ეს არის ისეთი ხედვა, რომელიც უნდა დაგვაფიქროს, რადგან ომები იშვიათად მიყვებიან სუფთა ლოგიკას. ისინი მოულოდნელ მიმართულებებში ვითარდება და თუ ადამიანურ განსჯას ამ პროცესიდან ამოვიღებთ და მკვლელობის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მოქმედ მანქანას გადავცემთ, ეს შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს ეს არაპროგნოზირებადობა, ვიდრე შეამციროს იგი. ადამიანის უფლებების ორგანიზაციებმა მკაცრი ზღვარი გაავლეს იარაღებზე, რომლებიც მიზნებს ადამიანის არსებითი კონტროლის გარეშე ირჩევენ. და ეს ზღვარი სწორედ ისაა, რომლის გადაკვეთასაც ფიოდოროვის მისწრაფება ისახავს მიზნად. ამ ეტაპზე უკრაინა ეგრეთ წოდებული დახმარებით ომს აწარმოებს და არა ავტონომიურს. იყენებს დაზვერვას, რათა მცირე ძალა უფრო გრძელ ფრონტზე გაანაწილოს და უფრო დიდი მტერი უფრო სწრაფად დაასუსტოს, ვიდრე მას ძალების აღდგენა შეუძლია. და ეს ტაქტიკა როგორც ჩანს მუშაობს. ყოველ შემთხვევაში თუ ვიმსჯელებთ მინდვრიდან მიღებული ანგარიშებით, სადაც ჩუმის სიკვდილი შეუჩერებელია. მაგრამ უკრაინის დრონების ინოვაციის ნამდვილი მასშტაბი ფრონტის ხაზში კი არა, არამედ შორ მანძილზე დარტყმებშია, რასაც შეუძლია მიაღწიოს. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ეს ვიდეო. და ბოლოს არ დაგავიცდეთ, გამოიწეროთ The Military Show, რომ ყოველდღიური სიახლეები მიიღოთ.